მოგესალმებით დიანა, მივესალმები ტელეკომპანია პირველის მაყურებელს. რაც შეეხება უშუალოდ შერატონთან კომუნიკაციას, თქვენ იცით, რომ 7 დღის განმავლობაში უწყვეტად ყოველდღიურად ვითხოვდით სასტუმრო შერატონისგან გიორგი გახარიაზე ასახული განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეო ფაილების ჩვენთვის გადმოცემას, იმიტომ რომ მას კანონით ეკუთვნის ეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სხვადასხვა მიზეზი თქვენთვისაც უნდა უკაცრავად ბერდია დავაზუსტებ. მქონდა ვალდებულება რომ თქვენთვისაც მოეცა და პროკურატურისთვისაც, აი დაგვიზუსტეთ. გეტყვით, აი ზუსტად აღწერ თავიდან ბოლომდე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით ჩვენ ეს ინფორმაცია გვეკუთვნის განცხადების წარდგენიდან 10 დღის განმავლობაში. სხვადასხვა მიზეზი ხომ მოიგონეს. და რატო ხდებოდა ახლა ეს ყველაფერი, ხო? ჩვენ სერიოზულად მივიჩნევდით, რომ რაღაცა ზეწოლის ქვეშ იყო სასტუმრო შერატონი და რეალურად თანამზრახველია თავიდან ბოლომდე აი მომხდარი დანაშაულის და მეორე უკვე მტკიცებულებების განადგურების. ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანაშაულის მოხდენიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ შუამდგომლობით, ერთი შუამდგომლობით უკვე მიმართა, ოღონდ ეს არ არის დაზუსტებული ინფორმაცია, იმიტომ რომ მასალებთან წვდომა არ გვაქვს. ინფორმაციის გამოთხოვის მოთხოვნით და ეს ინფორმაცია ერთი განჩინების საფუძველზე უკვე წაიღეს, თუმცა ეს ჩანაწერი ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ არჩებოდა სასტუმრო შერატონში, იმიტომ რომ მის სერვერებზე ასახული ინფორმაცია იყო დაცული. ჩვენს თანაგუნდელს ჰქონდა კომუნიკაცია სასტუმრო შერატონის მენეჯერთან და გავრცელდა კიდევაც ვიდეო ამასთან დაკავშირებით, რომელიც გვიმტკიცებდა, რომ ეს არსებობს, ეს ჩანაწერი დაარქივებულია და გუშინ უკვე სახელდახელოდ, მაშინ რაც ჩვენ გავააქტიურეთ, ესე რომ ვთქვათ, სამართლებრივი ზეწოლა, რომ ეს კადრები მიგვეღო, სახელდახელოდ მიმართა პროკურატურამ შუამდგომლობით და სასამართლომ გასცა განჩინება, რომ მთელი სერვერული ინფრასტრუქტურა, სადაც შეიძლება ამ დანაშაულის ამსახველი ვიდეო კადრები არსებული იყოს, სრულად წაიღეს. ანუ საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ორჯერ მიმართა პროკურატურამ სასამართლოს. ერთი ინფორმაციის გამოთხოვაზე და უკვე კადრები ჰქონდათ, მაგრამ იმისთვის, რომ ხელმიუწვდომელი გამხდარიყო გიორგი გახარიასთვის ეს ვიდეო კადრები, რომელიც ჰქონდა სასტუმრო შერატონს, ამოიღეს სრულად დაახლოებით 20 ვინჩესტერზე არსებული, ეგრეთ წოდებული ვინჩესტერზე, მეხსიერების ბარათზე არსებული ინფორმაცია. ოღონდ მხოლოდ გიორგი გახარიას კი არ ეხება ეს უზარმაზარი პერსონალური ინფორმაცია აღებული ძალიან ბევრი ადამიანის შესახებ. ეს პირდაპირ მიუთითებს ამ სასტუმროს რეპუტაციაზე. ჩვენ რატომ საუბრობთ, რომ თანამზრახველია სასტუმრო შერატონი მთელი ამ პროცესის. თქვენ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჩასაფრებით, სადაც დაახლოებით 10-მდე პირი ელოდებოდა გიორგი გახარიას სასტუმროში. თქვენ იცით, რომ მანამდე განხორციელდა ძალადობრივი ინციდენტი, რომლის დროსაც პოლიცია არ გამოუძახებია სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციას. ეს ზვიად კორიძესთან დაკავშირებული, ხო? მოაშორეს, მოარიდეს დიახ, მოაშორეს ამ ტერიტორიას, მოძალადეები დატოვეს ადგილზე. შემდეგ სასტუმრო შერატონში ზუსტად იცოდნენ, რომ გიორგი გახარია შედიოდა სასტუმროში მარტო, ვიღაც წინასწარ გამზადებული ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა ამ ყველაფერს, ელოდებოდა გიორგი გახარიას შემოსვლას სასტუმროში და თავიდან ბოლომდე ეს იყო და შემდეგ უკვე, როდესაც ესეთი ტიპის ინციდენტი ხდება, ბუნებრივია უსაფრთხოების სამსახური არის ვალდებული ესეთი ტიპის ინციდენტი ამოწუროს. არ მომხდარა მსგავსი რამ. დაახლოებით 1 საათის დაგვიანებით მოვიდა პოლიცია, ისიც არ გამოუძახია სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციას, ჩვენმა თანაგუნდელებმა მოახდინეს სამართალდამცავების ინფორმირება. 1 საათის დაგვიანებით მოსულ პოლიციას ადგილზე დახვდა შემთხვევის ადგილი დაუცველი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურებული. აი ეს ყველაფერი ქრონიკულად რო ავყვეთ ჯაზს და მე უკვე კოორდინირებული მოქმედება გამოძიებასთან, როგორ გაეჭიანურებინა დრო, რომ გამოძიებას მოეგო დრო იმისთვის, რომ აიღო განჩინება, რომ ეს ინფორმაცია სრულად მოეხიკა, ესე რომ ვთქვა და წაეღო და დაეტყოვებინა ის რაღაც სარდაფებში, ხო? აი ეს არის პროცესი, რასაც ვადევნებთ თვალს. ამიტომ თანამზრახველი სასტუმრო შერატონი თემიან დანაშაულის, ამიტომ. დიახ. ახლა დაზარალებულად არის თუ არა ცნობილი გახარია, ანუ გაქვთ თუ არა საქმის მასალებზე წვდომა, მათ შორის ამ ვიდეო კადრებზე. ამ ეტაპისთვის ჩვენ ამ ვიდეო კადრებთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გამოკითხვა მინიარობს ეხლაც თბილისის პროკურატურაში. ამ კადრებთან წვდომა არ აქვს, იმიტომ რომ დაზარალებული სტატუსი ჯერ გიორგი გახარიასთვის არ მიუნიჭებია პროკურატურას. წესით ამას არ ჭირდებოდა რაღაცა ტიპის შუამდგომლობების დაყენება, თავიდანვე უნდა გადაეწყვეტათ ეს საკითხი, იმიტომ რომ მათი კომპეტენციაა მსგავსი საკითხების გადაწყვეტა. მათ უკვე აქვთ ეს კადრები, თავიდან ბოლომდე პირველივე დღიდანვე ჰქონდათ სამართალდამცავ უწყაროებს და იქ იდენტიფიცირება დამნაშავეების გამოვლენა და დასჯა არ უნდა გაუჭირდეთ. ესეთი ტიპის დანაშაულების გამოძიების ვადა არის 3-4 დღე დიანა. უმარტივესია. კადრები ნახე, დააიდენტიფიცირე ადამიანები, გამოკითხე, სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნე და მიეცი ადამიანები დაზრალულად სანი და მიეცი ადამიანები პასუხისგებაში, ხო?
ეს გვაფიქრებინო ჩვენ მიუხედავად ამ ყველაფრისა რომ გამოძიების ნდობა არ აქვს არავის ჩვენ ბატონი გიორგი ახარია თვითონ აძლევს შანსს გამოძიებას რომ სახე შეინარჩუნოთ რომ ამ დანაშაულში თანამონაწილეები თვითონაც არ გახდეთ ხო ეს უწყების პრესტიჟის საქმეც უნდა იყოს ხო ან შინაგან საქმეთა სამინისტროს რომლის მინისტრზეც უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელზე და ყოფილ პრემიერ-მინისტრზე განხორციელდა თავდასხმა გიორგი ახარია ხო არ არის რიგითი პოლიტიკური ლიდერი თუ ექს-პრემიერი ამ ქვეყანაში დაუცველია ესე იგი არავინ არ არის დაცული და ძალიან ბევრი მხარდამჭერი შეტყობინება შემოდიოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლებისგან ძალიან წუხდნენ ამიტომ სერიოზული გამოწვევის წინაშეა დღეს სამართალდამცავი ორგანოები შინაგან საქმეთა სამინისტროც რომელმაც მოიშორა ეს სისხლისამართლის საქმე და პროკურატურაც რომლის პრესტიჟის საქმეც უნდა იყოს ამ დანაშაულზე რეაგირება ძალიან მოკლე დროში ჩვენ დაველოდებით ჩვენ ვითანამშრომლებთ აბსოლუტურად გამოძიებასთან და დაველოდებით მათ შეძლებენ თუ არა საკუთარი თავის გადარჩენას საკუთარი სახის შენარჩუნებას და კანონის წინაშე მართლა აგებინონ პასუხი იმ დამნაშავეებს იმ ზონდერ თავდამსხმელებს რომლებიც რაღაც პოლიტიკოსებს ეძახიან თავს თუ ვინ არიან გაურკვეველი ჭუჭყიანი მორალის ბერდია დღეს უსმენდი მე დინარაძეს რომელმაც თქვა რომ ჯერ სამხარაძე არ არის მისი ინფორმაციით დაამატა მაგრამ დარწმუნებული ვარ კარგად იცის ეს არ არის დაბარებული პროკურატურაში ანუ ეს ვინ მივიდა უფრო ადრე ვინ გვიან ეს რამეს შეიძლება ნიშნავდეს ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, როდესაც დაიდენტიფიცირებული არის დამნაშავეები, ზუსტად იციან თავდამსხმელები, მნიშვნელოვანი მტკიცებულებების განადგურების საფრთხე როცა არსებობს, ესეთ ტიპის მოწვევები უნდა გამოკითხონ თავის დროზე. ეხლა სამხარაძე როდის მივა, სამწუხაროა რომ სამხარაძე წვეს თვითონ. პროკურატურა არ წვეს თვითონ სამხარაძე როდის მივიდეს გამოკითხვაზე. ან მამუკამ დინარაძეც, რომელიც პოლიტიკოსია და საერთოდ არ უნდა კონდეს არც ერთ სისხლის სამართლის საქმესთან შეხება, რა იცის საქმეში რა მასალებია, ვინ გამოიკითხა, ვინ არ გამოიკითხა, ხო? ეს ადამიანი ხო ჩართულია ამ პროცესებში და აი ეს არის წარმოუდგენელი აღრეულია სახელმწიფო ინსტიტუტები. ყველაფერი არის პარტია, პროკურატურაც პარტიაა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტია, ყველაფერი პარტია არის და ეს ადამიანები ყველაფერში ცხვირს ყოფენ. აი ყველაფერში ცხვირს ყოფენ. დიახ. მუხლთან დაკავშირებით გამოძიებას გაქვთ პრეტენზია როგორ არის თქვათ რა კვალიფიკაცია საქმის ხო, მუხლთან დაკავშირებით სპეციალურად რაღაც განცხადებებს და განმარტებებს ამასთან დაკავშირებით არ ვაკეთებ. ეხლა ხელისუფლება ცდილობს, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, საკუთარი ვერსია მომხდარი შესთავაზოს შეასაღოს საზოგადოებას და ეს ყავისგან დაზარალებული ზონდერი გამოიყვანოს, ხო? და ცდილობს, რომ თითქოს რაღაცა ესეთი ვერსია მიასაღოს, როგორც თავისი პროპაგანდისტული არხების ჩვევია მოსახლეობას, მაგრამ ამ საქმიდან ეს ნამდვილად ვერ გამოვა. კვალიფიკაცია არის პროკურატურის გადასაწყვეტი. დადგენილებით პროკურორი ცვლის თვითონ კვალიფიკაციას, ეს რო არ იყო კლასიკურ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაბადებული კონფლიქტი, ამაში ორი აზრი არ არსებობს. ეს იყო დევნა განხორციელებული პოლიტიკური მიზნით, ეს იყო პოლიტიკური შურისძიება, ხო? თავიდან ბოლომდე რეჟიმის მიერ ორგანიზებული, რომელშიც მონაწილეობდნენ შეიარაღებული თავდამსხმელები, ხო? დაზიანება ვის აქვს მიღებული, ხო? ანუ ორი აზრი ხო არ არსებობს ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ბუნებრივია მიუხედავად იმისა, რომ ცდელობები შეიძლება ქონდეთ რაღაცა ვერსიის შემოტრიალების, მე ვფიქრობ ძალიან გაუჭირდებათ ამ ვერსიის ესე შემოტრიალება, ხო? ბუნებრივია რაღაცა მინიმალურ სტანდარტს ხომ მაინც უნდა აკმაყოფილებდეს ის სულელური ვერსია, რასაც გვთავაზობს და გვასაღებს დინარაძე თუ სხვა პროპაგანდის პატარა ჭანჭიკები, ხო? შერატონთან დაკავშირებით და კადრებთან დაკავშირებით თქვენი განცხადებები ნიშნავს თუ არა, რომ რაღაცნაირად არ გაქვთ იმედი, რომ ეს ვიდეო იქნება, ვთქვათ, საზოგადოებისთვის ან სრულად წარდგენილი, ან მათი მხრიდან არ იქნება, ეს ვთქვათ, ფაბრიკაცია იქნა ნახსენები, ანუ რა პრობლემაა, რომ სერვერი იყოს პროკურატურას კონდეს ეს მთელი მასალა წაღებული. აი ამაში რა პრობლემას ხედავთ კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ამ შეკითხვას. პრობლემა ვხედავთ იმაში, რომ ეს იყო კოორდინირებული მოქმედება ამ კადრების დასამალად. თუ დასამალი არაფერი არ აქვს პროკურატურას, გაასაჯაროოს ეს კადრები და გახადოს საჯარო, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის ეს ინფორმაცია, მათ შორის ჩვენი მხარისთვისაც, რა იყო ამაში დასამალი. ფაქტია, რომ რაღაცას მალავენ, რაღაც ვერსიას მალავენ, რაღაც მნიშვნელოვანს მალავენ, რაც ამ კადრებში არის აღბეჭდილი, შესაბამისად ესაჩენს ეჭვებს, ხო, თავიდან ბოლომდე ამათი კოორდინირებული მოქმედება. როგორც სასტუმრო შერატონმა ამდენი დღის განმავლობაში, რომელიც რაღაც მიზეზებს იმიზეზებდა, საკუთარი სულით გადაწყვიტა, რომ გიორგი გახარიასთვის არ მიეცა მისი პერსონალური ინფორმაცია, როგორ ესხმიან მას თავს თავდამსხმელები. ამხელა რეპუტაციული ზიანი, ამხელა ამდენ ვარსკვლავიანი, ხუთვარსკვლავიანი სასტუმროში დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, ხო? ჩვენ საერთაშორისო მიმოწერა გვაქვს, ხო, Marriott International-თან, რომელიც ქსელის ნაწილია, ხო, სასტუმრო
სასტუმრო შეერატონიც და ფრენჩაიზი აქვს ნაყიდი. და რა პასუხი მიიღეთ? ამ სასტუმროს და მისით ოპერირებენ, ხო? ჩვენ სერიოზული შეშმოთება გამოთქვეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით და თვითონაც იკვლევენ ამ ინციდენტს. ამიტომ მე არ ვიცი დრო, როდის გახდება ეს კადრები ცნობილი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თავდამსხმელებსაც ნუ ექნებათ ამის იმედი. ეს კადრები აუცილებლად გახდება საჯარო და თითეული მათგანი, აი თითეული თავდამსხმელი, რომელიც ახლა მიყუჩებულია, იმალება, აუცილებლად აგებს სამართლიანად პასუხს ამ ქვეყნის წინაშე, ამ ქვეყნის ნორმალური სასამართლოს წინაშე და მათ ნუ გონიათ, რომ ეგ დაუჯელი დარჩება მათი ეს ზონდერული გამოხტომები. ამ ქვეყანაში ის ადამიანები უბრალოდ შერწყვა ცხოვრება. ამ ოჯახი უბრალოდ მათი ოჯახის წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ყავთ მოძალადე მამა, მოძალადე მეუღლე, მოძალადე შვილი. მათი სახელები უნდა იცოდეს საქართველოს. ვინ არიან ეს ადამიანები? გიორგი ახარია პერსონალურად არ არის დაინტერესებული ამ ადამიანებთან რაღაცა ტიპის კომუნიკაციით. მას ერთადერთ ადამიანთან ამ თავდასხმის შემკვეთთან და დამკვეთთან აქვს საქმე. ხო, ესენი ვინ არიან? ხო, არავინ არ არიან რეალურად. ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რა დროც არ უნდა გავიდეს, ყველა სახელი და გვარი დაიდებდა. რამდენიმე ჩვენ უკვე დაიდენტიფიცირებული ყავს პარალელურ რეჟიმში ვატარებთ გამოძიებას, ამიტომ ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ რომელიმე სახელი და გვარი დაემალება. რომელიმეს თუნდაც მცირე გაქნეული ხელი დარჩება პასუხგაუცემელი. ამის ილუზია ნუ ექნება ნურავის.